ნაკლებ საინტერესო თემა გვაქვს. ნამდვილად ნინას უსლოვა შემოგვიერთდა რუსთავის მაყურებელი ძალიან კარგად იცნობს მას და ძალიან საინტერესო თემაც გველოდება. ნინასთან ერთად მაყურებელს ვეთქვი რომ ძველად ადამიანები დიდ ყურადღებას აქცევდნენ ყველაფერს რაც ეხებოდა იმ ადგილს სადაც ისინი ცხოვრობდნენ. სასახლებისა და ციხესიმაგრეების წინაკარებს ამშვენებდა საოჯახო გერბები, ეწერა დევიზი, გამოსახული იყო ქანდაკებები, ამშვენებდა ასევე ჩუქურთმები და არანაკლებ საინტერესო და მნიშვნელოვანი პროცესია სახლის შერჩევის პროცესი და ბევრი ადამიანისთვის ეს ძალიან ასე ვთქვათ პირადული მომენტიც კი არის. ყურადღებას აქცევენ ყველაფერს, წარმოიდგინეთ სახლის ნომერსაც კი. ნუმეროლოგები ამბობენ რომ ციფრებს ძალიან დიდი გავლენა აქვს ჩვენი ცხოვრების ვიბრაციებზე და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ასევე ჩვენი სახლის მანქანის და ტელეფონის ნომერს. შეიძლება მანქანის ან ტელეფონის ნომერს დადებითი ან პირიქით ნეგატიური თვისებებიც კი ქონდეს. და ნუმეროლოგიის საშუალებით კი შეგვიძლია რომ დავადგინოთ რომელი ნომერი რომელ ვიბრაციას ავითარებს და ნინას უსლოვა ამჯერად გაგვარკვევს ამ დეტალებში. ნინა, მოგესალმები. პირველ რიგში მადლობა რომ ხარ დღეს ჩვენთან ერთად. გასაგებია რომ ნუმეროლოგია შეისწავლის რიცხვებს და მათ გავლენას ადამიანებზე, მაგრამ ჩნდება მაინც შეკითხვა, რატომ არის აუცილებელი ჩვენ ყურადღებით და დაკვირვებით ვიყოთ ხოლმე მაშინ, როდესაც ვარჩევთ ჩვენი საცხოვრებელი ბინის, მაგალითად ავტომობილის ან თუნდაც ტელეფონის ნომერს და რა უნდა გავითვალისწინოთ მათი შერჩევისას. როგორც ვიცით, რა თქმა უნდა, ციფრებს აქვს თავისი მნიშვნელობა, თავისი ენერგია და ვიბრაცია, რომელიც ვიღაცის შემთხვევაში შეიძლება წარმატების მომტანი იყოს, ვიღაცას შეიძლება პირიქით ნეგატიურად აისახებოდეს. თითქოს უმნიშვნელო დეტალებია, რაც ქმნის ერთ მთლიანობას და შემდგომ უკვე გარკვეულ გავლენას ახდენს ჩვენ ცხოვრებას, წარმატებას თუ წარუმატებლობაზე. იმ შემთხვევაში, როცა შეგვიძლია რომ რაღაც პატარა მარტივი ქმედებები ცხოვრება გავიმარტივოთ, რატომაც არ უნდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა. შესაბამისად, მოდი დავიწყოთ ამისთვის ვართ დღესა. რა თქმა უნდა. მოდი დავიწყოთ ბინის ნომრის შერჩევით. ამ შემთხვევაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ ენერგიას, რომელშიც ვიმყოფებით, ანუ იმ გარემოს, რომელიც ჩვენზე აისახება და როგორც ჩვენ გვაქვს პირობითად დაბადების თარიღი, რომელიც ჩვენზე გარკვეულ ზეგავლენას ახდენს, ასევე ბინის ნომერიც თავის გავლენას ახდენს იმ სახლის ენერგიაზე, რომელშიც ცხოვრობთ, ვიმყოფებით, ან თუნდაც მუშაობთ, არ აქვს მნიშვნელობა. სართულს აქვს თუ არა მნიშვნელობა, ქუჩის ნომერს, მაგალითად, თუ ერთ მნიშვნელოვნად მარტო სახლის ნომერი უნდა გავითვალისწინოთ. ესაც ხშირ შემთხვევაში ჩვენზე არ არის ხო დამოკიდებული სახლის ნომერი. აი, საინტერესოა. ესე როგორ უნდა არჩიო სახლი? აი, გეტყვით მაგაზე. დეტალია იქ გასათვალისწინებელი, რომ სახლის ნომერი ალბათ უკანასკნელი საფიქრალია ხოლმე ადამიანებისთვის. ტელეფონის ნომერი შეიძლება შეარჩიო, მანქანის ნომერი შეიძლება შეარჩიო, მაგრამ სახლის ცოტა შორს არჩევენ სახლის ნომერსაც კი და ძალიან ბევრი მომენტი მართლებით. თუ არ იყიდება ის სახლი, მაშინ რა ხდება? აი, მოკლედ როგორ ერთ მოდი დავიწყოთ ასე. რა თქმა უნდა, მოდი ავიღოთ ჯერ ამ შემთხვევაში კორპუსი, რაც უფრო რთულია შედარებით, ხო? კორპუსის შემთხვევაში რა თქმა უნდა ხდება გათვალისწინება როგორც იმის სადგას ეს კორპუსი, ანუ ქუჩის ნომრის, ასევე სართულის და შემდგომ უკვე ბინის ნომრის გათვალისწინება. რა თქმა უნდა, შეიძლება ამ შემთხვევაში თვალთ ბოლომდე ცოტა რთული იყოს იმის განსაზღვრა, სად იქნება, ანუ რომელ ქუჩაზე, რომელ ნომერში, შემდგომ უკვე სართულის შერჩევა და ბინის ნომრის შერჩევა. თუმცა დღეს უმჯობესია რომ განვიხილოთ მხოლოდ ბინის ნომერი. როგორ გავლენას ახდენს? ქუჩის ნომერი ახდენს მთელ კორპუსის ენერგეტიკაზე გავლენას, სართული იმ სივრცეზე, რომელშიც იმყოფება კონკრეტული სახლები, ანუ ბინები, ხოლო ბინის ნომერი უშუალოდ უკვე ჩვენზე, ანუ იქ მაცხოვრებელ ადამიანებზე, რომლებიც იმ ბინაში იმყოფებიან და ცხოვრობენ. ორი შემთხვევა, ერთი, როდესაც უკვე ცხოვრობთ კონკრეტული ბინის ნომრის ქვეშ და მეორე, როდესაც ვარჩევთ საცხოვრებელ ადგილს. აი როგორ უნდა ვიმოქმედოთ ამ შემთხვევაში? იმ შემთხვევაში თუ ვარჩევთ და სხვა შორის მართლა საკმაოდ ხშირად მოგმართავენ იმით, რომ პირობითად აი არის რამდენიმე შესაძლო ვარიანტი და რომელი არის უმჯობესი და შეგვიძლია რომ გამოვთვალოთ და ვთქვათ მისთვის რომელი იქნება უკეთესი. ცუდი და კარგი არ არსებობს, მოდი ესე ვიტყვი, იმიტომ რომ ყველას აქვს თავისი პლუსი, ყველას აქვს თავისი მინუსი. თუმცა ვიღაცისთვის შეიძლება რომელიღაც კონკრეტული უფრო მისაღები იყოს და მისთვის კომფორტული იყოს, ვიღაცისთვის შესაძლოა რომ პირიქით არ იყოს რაღაც მისაღები ან უნდა და სხვანაირად განვითარება. ეს ნახეთ როგორ არის იმ გარემოში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, თუნდაც როდესაც ადამიანებთან გვაქვს ურთიერთობა, ხომ მოქმედებს ჩვენს განვითარებაზე, იმაზე როგორ ცხოვრობთ, იმაზე როგორ ვახწევთ წარმატებას. ანალოგიურად წარმოიდგინეთ სივრცე, რომელშიც იმყოფებით, კომფორტულად გრძნობ თავს ან არ გრძნობ თავს კომფორტულად. ან ის გარემო შენზე მოქმედებს ენერგეტიკულად.
შეიძლება რომ დაგეხმაროს იმაში რომ წარმატებას მიიღწევს, შეიძლება პირიქით ხელი შეგიშალოს. კარგი, მაშინ რა უნდა ვიცოდეთ, ჩნდება შეკითხვა უკვე რიცხვებთან დაკავშირებით. აი დავიწყოთ 1-დან 10-ის ჩათვლით, რა გავლენას ახდენენ ისინი ჩვენს ცხოვრებაზე და თქვათ, აი იმ შემთხვევაში თუ ცხოვრობთ ვინა 48-ში, ან 84-ში, 91-ში, 19-ში, აი რა უნდა გავითვალისწინოთ? რა 1-დან 10-ის ჩათვლით ეს? 1-დან 9-ის ჩათვლით. 1-დან 9-ის ჩათვლით, კი. და შემდეგ უკვე კომბინაცია რიცხვების. კი, ამ შემთხვევაში უნდა დავიყვანოთ ერთი ნიშნა ციფრამდე, 1-დან 9-ის ჩათვლით შეგვიძლია განვიხილოთ თითოეული ბინის მნიშვნელობა. იმ შემთხვევაში თუ 100 აქვს დამატებული, მაგალითად, იქნება პირობითად 5A, ეს იქნება 5 + 1, ანუ A აღნიშნავს ერთიანს, ამ შემთხვევაში ნუმეროლოგიურად 100 შეესაბამება ერთიანი, 5 B ორიანს. კი. S A B G უკვე 3-იან, სხვა სწორად მივხვდით. მოდი, ასე შემდეგ. კი, იმ შემთხვევაში თუ 100 აქვს დამატებული, იმასაც განვიხილავთ. ახლა დავიწყოთ, მოდი, პირველით. ძირითად შემთხვევაში მათ ვისაც გამოსდით ერთიანი, ანუ საბოლოო ციფრი, ბინის ნომერის ან სახლის ნომერის, ძალიან კარგი არის იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სურთ დამოუკიდებლობა და მარტო განვითარება. ძირითად შემთხვევაში ეს არიან ადამიანები, რომლებიც არიან ლიდერები, რომლებსაც სურთ განვითარება, რომლებსაც სურთ დამოუკიდებლად ყოფნა, მაგრამ არ არის კარგი მათთვის, ვისაც სურს რომ ყავდეს დიდი ოჯახი. ძირითად შემთხვევაში ენერგია მთლად შესაბამისობაში არ მოდის, მაგრამ ძალიან კარგად ვითარდება ადამიანი უშუალოდ დამოუკიდებლად. აი პირობითად თუ იწყებს ბიზნესს, ან თუ აქვს რაიმე საქმიანობა და ისე მოახერხა, რომ ერთიანი გამოვიდა, ძალიან კარგი და წარმატებული იქნება მისთვის. დამოუკიდებლად განვითარების თვალსაზრისით. ერთიანი გამოვიდა აუხსნათ გეხვეწებით კარგად, იმიტომ რომ მე პირადად ვერ მივხვდი ბოლომდე. დაახლოებით ხვდები რომ თქვათ ციფრთა ჯამით მიიღება გარკვეული ნომერი, მაგრამ აი კონკრეტული მაგალითებით რომ განვიხილოთ ნინა. აი მოდი მაგალითად ავიღოთ პირობითად არის მაგალითად 48, ხო? 48 ხო იქნება ჯერ იქნება 12, შემდგომ ეს გამოდის 3-იანი. ან შეგვიძლია ავიღოთ 28 არის მაგალითად ბინის ნომერი. 28, კარგი. ესე ვაჯამებთ 2-ს ვუმატებთ 8-ს, გამოდის 10 და 10-ს რას უშვებით უკვე? 1-ს ვუმატებთ 0-ს 0 ამ შემთხვევაში თავისთავად არ დაემატება და გამოდის 1. რჩება 1. გასაგებია. უკვე 1 თუ დაგვრჩა, ამ შემთხვევაში ვიცით რომ ეს ნიშნავს დამოუკიდებლობას, ფინანსურ სტაბილურობას, არ არის სასურველი მათთვის ვისაც. ანუ რაც ციფრიც არ უნდა იყოს, თუნდაც რომ იყოს სამნიშნა ციფრი, დაჯამდება ერთნიშნა ციფრები და საბოლოო ციფრი, ანუ დავიყვანთ 1-დან 9-მდე, რაც გამოვა, იმას უკვე განვიხილავთ. ბაშა. ბინა მომეცით და რა იქნება მნიშვნელობა არა. ახლა რაც შეეხება ორიანს. ორიანი კარგი არის მათთვის, ვისაც ჭირდება მეორე ნახევარი და ეძებს. აი ამ შემთხვევაში შეიძლება ქალბატონი ან მამაკაცი, რომელსაც უნდა მეორე ნახევარი შეიძინოს ბინა და დაეხმაროს ის გარემო, ის სივრცე იმაში, რომ მის ცხოვრებაში მეორე ნახევარი გამოჩნდეს. ზოგიერთ შემთხვევაში ამ ბინის ენერგია დამყარებული არის ურთიერთგაგებაზე, დიპლომატიაზე, კომპრომისებზე, სიმშვიდეზე და ჰარმონიაზე. რაც ამ შემთხვევაში აი პარტნიორულ ურთიერთობაზე არის დამოკიდებული, რომ ძალიან კარგად აისახება მათზე. ხშირად ასეთ ბინაში არ არის კონფლიქტი და ყოველთვის რაღაც სიმშვიდე და ჰარმონიას უფევს. იმ შემთხვევაში თუ გამოდის 3-იანი. ჩემი სახლის ციფრთა ჯამი გამოდის 3. აბა რა ხდება ჩემს ოჯახში? 3-იანი, მე ძალიან მომწონს სხვათა შორის 3-яნის ნომერი. ამ შემთხვევაში გააჩნია როგორ არ იქნობს ადამიანი. ძირითად შემთხვევაში მათ ვისაც გამოსდით 3-იანი, ეს არის მუდმივად პოზიტივი მხიარულება. ამ სახში ყოველთვის იქნება პოზიტივი, ბევრი სტუმარი მხიარული. მართლა ეს ჩემი ყველაფერია. კარი არის ყოველთვის ღია. და სხვათა შორის როგორ არის, რომ რაღაცნაირად თითქოს თავისთავად ხდება ესე, რომ აი ადამიანები მოდიან და იზიდავს აი ამ ბევრ ადამიანს და ცუდი არის მათთვის, ვისაც უყვარს სიმშვიდე. აი ვისაც სიმშვიდე უყვარს და არ უყვარს ეს კი ბევრი ხალხი, კი სულხმაურია. და თვითონ ამ სახლის ენერგიაც არის ძალიან პოზიტიური და ალბათ იმიტომ იზიდავს ზუსტად იმ ამ ბევრ ადამიანს, რომ რაღაც დადებით გარემოს ქმნის. მეგონა ამის მთავარი მიზეზი ბებია იყო და თურმე რიცხვებში ყოფილა საქმე ვაშა. იმ შემთხვევაში თუ გამოგვდის 4-იანი, ხო? 4-იანი ეს არის სტაბილურობა და სიმყარე. ძირითად შემთხვევაში იქ მცხოვრები ადამიანები საქვთ რაღაც გარკვეული ხედები, გარკვეული სტერეოტიპები, შეიძლება რომ ჩარჩოებით შეიქმნათ, ანუ არის ძალიან მყარი და შვიდი გარემო. თუმცა ნაკლებად არის ცვლილებები, აი შეიძლება პირობითად უფრო რაციონალური მიდგომა და რაციონალური განსაზღვრება. აქაც თუ პირობითად არ უყვარს ზედმეტად მხიარულება და არ უყვარს გართობა, შეიძლება ცოტა გაუჭირდეს, იმიტომ რომ უფრო მუშაობაზე არის ორიენტირებული, ძირითად შემთხვევაში იქ მცხოვრები ადამიანები უფრო პრაქტიკულები არიან. ხო?
რაც შეეხება ხუთიანს. აი ხუთიანი ძალიან კარგი არის და შეუძლიათ გაითვალისწინონ მათთვის, ვინც პირობითად ჩააბარა უნივერსიტეტში აბიტურიენტებისთვის ძალიან კარგი არის, რატომ? იმიტომ რომ არის დაკავშირებული შემოქმედებასთან, ცოდნასთან, ინფორმაციასთან, უფრო მარტივად ხდება ნებისმიერი სახის ინფორმაციის ათვისება, უფრო მარტივად ხდება ნებისმიერი რაიმე ახალი საქმის დაწყება, აი რაც ეხება უშუალოდ განვითარებას ადამიანის. შესაბამისად, თუ პირობითად ვინმე აბარებს, შეუძლია ძალიან მარტივად არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში უფრო მეტად შეარჩიოს და რაღაცნაირად ხუთიანი თუ გამო უფრო წარმატებული იქნება მისთვის განვითარების დაახმაროს. რა თქმა უნდა, ეს ენერგიასაც დაახმარს. იმ შემთხვევაში თუ გამოდის 6-იანი. აბა რა ხდება 6-ის შემთხვევაში? შენ ბინის სახლი? მე არა მაგ ბინი. 18. აი მივალთ 18-მდე. ხოჭერ ძალიან საინტერესოა 9-მდე მივალთ. ანუ 9. კი, იმ შემთხვევაში თუ გამოდის 6-იანი, ეს არის ურთიერთობები, ერთმანეთის გათვალისწინება, კომუნიკაცია და ძირითადად შემთხვევაში იქ მცხოვრები ადამიანები უნდა დაეხმარონ ერთმანეთს, უნდა იზრუნონ ერთმანეთს, უნდა გაუგონ ერთმანეთს, უნდა იყვნენ დამყარებული რაზე, რომ მაქსიმალურად გაითვალისწინონ ერთმანეთის დამოკიდებულება, ხასიათი, განწყობა, ერთ მთლიანობას წარმოადგენს, სადაც კარგად არიან იმ შემთხვევაში, თუ თითოეული ოჯახის წევრი კარგად არის. თუ პირობითად ვიღაც განიცდის, შეიძლება რომ ანუ ამ შემთხვევაში მთლიან ენერგიაზე აისახოს. იმ შემთხვევაში თუ გამოდის 7. აბა რა ხდება 7-ის შემთხვევაში? კარგი არის მათთვის, ვისაც ანალოგიურად არ უყვარს ბევრ ადამიანთან ურთიერთობა და უყვარს მარტო დამოუკიდებლად განვითარება და გარდა ამისა, კარგი არის მათთვის, ვისაც უყვარს მოგზაურობა, რაიმე სიახლის, აი განვითარება უშუალოდ აი ამ მიმართულებით. ბევრი რაღაცის ნახვა, ახალი ადგილების მონახულება და ასე შემდეგ. თუმცა 7 არის ის ციფრი, რომელიც ძალიან ბევრი ადამიანისთვის მნიშვნელოვანი და საყვარელი. აი ხოიციანის კი, არის წარმატების მომტანი. რიცხვთან არის ხოლმე არის წარმატების მომტანი კი ნამდვილად და მოუტანს წარმატებას განვითარებაში აუცილებლად მოუტანს თულს განვითარებას თულს აუცილებლად დაეხმარება. რაც შეეხება 8-იანს. 8-იანი ეს არის მატერიალური კეთილდღეობა, განვითარება, ფინანსური, კარიერული მიმართულებით. ამ სახლის ენერგია არის ძალიან ძლიერი და მარტივად შეუძლია ფინანსები მოიზიდოს, თუმცა ერთი მაგრამ აქვს, შეიძლება როგორც მოიზიდოს, ასევე შეიძლება რომ მარტივად დააკარგვინოს. აი ყოველთვის ძალიან სიფრთხილე მართებთ მაგ მიმართულებით იქ მცხოვრებ ადამიანებს, რომ არ დაკარგონ ფინანსები. რაც შეეხება 9-იანს. აბა რა ხდება 9-იანში? ყველაზე საინტერესოა და რატომ? ნახოთ ლაშასთან. ამ როგორ მოქმედებს, იცით, ეს არის მათთვისაც ჭირდება სულიერი განვითარება. პირველი, შინაგანი კომფორტის პოვნა და საკუთარ თავში გარკვევა. და ერთი ძალიან დიდი მნიშვნელობა, რასაც აქვს, იქ მცხოვრები ადამიანები აუცილებლად უნდა დაეხმარონ სხვებს. რაც უფრო მეტად იქნებიან სხვებისთვის, მით უფრო წარმატებულები იქნებიან თვითონ. ეს ასე ხდება კიდეც. ეს ასე მაგას ნუმერაცია არ ჭირდება, მე მგონი რომ ადამიანს დაეხმარება. იცით როგორ არის, რომ ყველა შემთხვევაში შეიძლება არ იყოს გამართლებული, მაგრამ აი იმ თვითონ სახლის ენერგია როგორც განაპირობებს, ხო, რაც უფრო მეტად იზრუნებს სხვებზე, მით უფრო მეტად შენს კარგად იქნები. მაგ ნაწილში შენ თავად განსაზღვრობ თვითონ სახლის ენერგიას და არა სახლის ნომერი შენს ენერგიას ლაში. იცით როგორ არის, რომ რაღაც მომენტში ერთმანეთს განაპირობებს, ანუ რატომ ირჩევს ადამიანი კონკრეტულ ბინას, რადგან შეიძლება რომ თუნდაც ენერგია მოდის თავსებადობაში. ანუ ჩვენ ხო რაღაცის გამო ვირჩევთ რაღაც კონკრეტულ ნომერს. შეიძლება იმიტომ რომ ზუსტად თავსებადობაში არის იმ ენერგიასთან, რომელიც გვჭირდება, რომელსაც ვეძებთ. ჩემმა წინაპრებმა დამიტოვეს ბინა, რომელსაც აქვს რაღაცა X ნომერი, მაგალითად არ ვიცი, 11. ხო? ხო შეიძლება ასე? კი, რა თქმა უნდა. მაშინ რა ხდება? როგორ ვიქცევით? აი შემთხვევაში 2 გამოდის, კი. 2 გამოდის და ორი გამოდის. ენერგია მუშაობს. შეიძლება ეს ენერგია ჩვენთვის იყოს მისაღები და პირიქით ძალიან კომფორტულად გრძნობდეთ თავს, მაგრამ ხომ არის ის შემთხვევების, როცა ადამიანი სახლში ცხოვრობს და ვერ იღებს ენერგიას და ურჩევნია რომ გაყიდოს და სხვა ახალი ბინა შეიძინოს, იმიტომ რომ ვერ ძლებს იმ რაღაც კონკრეტულ გარემოში. და მაგალითად ბევრი შემთხვევა ყოფილა, როცა ამბობენ რომ გადავედი ახალ ბინაში, შევიძინე ახალი ბინა და ძალიან დიდი წარმატება მომიტანა, ან პირიქით გადავედი ახალ ბინაში და ყველაფერი გამიფუჭდა და ყველაფერი დამენგრა. შესაბამისად, ანუ რაღაც გარკვეულ გავლენას უხმა წავიდა ყველაფერი და შეგვიძლია რომ მარტივ მანიპულაციებით რაღაც გამოვასწოროთ, რაღაც შევცვალოთ. ასე რომ შეგვიძლია რომ გამოვიყენოთ. კი, იმიტომ რომ მართლა ხშირია ისეთი მომენტები, როდესაც არ აქვს ეხა მნიშვნელობა საბანკო ვალდებულებების გამო იქნება თუ რა იქნება, შეიძენ ბინას და შესაბამისად მე ყველაფერი უკუმა, ანუ ეს მარტივად ვთქვათ, ფორმალი უკუმა იწყებს ტრიალს და შესაბამისად გენგრევა ყველაფერი რა. და შეიძლება პირიქით ძალიან დიდი წარმატება მომიტანოს და პირიქით დაგეხმაროს განვითარება. შესაძლოა ჩვენ რეალურად ყველანი მოქმედებთ ერთმანეთზე, როგორც ადამიანები, ასევე ციფრები და ის გარემო, რომელშიც
იმყოფებით, ეს არის ურთიერთმიმოსვლა, შეგვიძლია რომ უფრო მეტად რაღაც პატარა მოქმედებებით, უფრო მეტი წარმატება მოვისწროთ, ან პირიქით დავკარგოთ, ან გავუშვათ შესაძლებლობა, რომელიც გვაქვს. საინტერესოა, თქვა საცხოვრებელი ბინის ნომრები გასაგებია უკვე გარკვეულწილად მიღებულია რეკომენდაციები, რა ხდება ამ შემთხვევაში ტელეფონის ნომერთან დაკავშირებით და შემდეგ უკვე ვისაუბრებთ ავტომობილებზე. ტელეფონის ნომერზე შეგვიძლია მოკლედ ვთქვათ, შეგვიძლია უფრო ჩაუღრმავდეთ, მაგრამ ამ შემთხვევაში ტელეფონის ნომერს უფრო აქვს ის გავლენა, რომ ნომერი იყოს დადებითი. ზოგადად არ არის სასურველი. დადებითი ნომერი. არ არის სასურველი, როდესაც ნომერში არის ტელეფონის ნომერში არის 0 და უმჯობესია თუ ციფრები იქნება მზარდი. იმიტომ რომ ზოგადად შემთხვევაში როგორც განულებას ისე აკეთებს. შეიძლება რომ რაღაც კონკრეტულად როგორ მოქმედებს 0. ანულებს იმ ციფრებს, რომელთან ერთადაც იმყოფება. შესაბამისად შეიძლება ძალიან დადებითი იყოს. ამ შემთხვევაში 0-თან მიმართებაში ცოტა ისეთი მოდი ვიტყვი სხვანაირი დამოკიდებულებაც მაქვს, თუმცა სწორად უნდა გამოიყენოს ადამიანმა. 0-მა შეიძლება რომ გაანულოს კონკრეტული ამ შემთხვევაში ინფორმაცია კონკრეტული სივრცე რომელსაც იმყოფება, თუმცა თუ ადამიანი სწორად იყენებს, შეუძლია იმ 0-იანის ადგილას ნებისმიერი სხვა ციფრი ჩასვას. ან გამოცვალოს ნომერი არ არის აუცილებელი. გააჩნია ამ შემთხვევაში, აი როგორც მანქანის ნომერს ვითვლით ანალოგიური პრინციპით შეგვიძლია რომ ტელეფონის ნომერიც გამოვთვალოთ, აი მანქანის ნომერს რომ ავხსნით, შემდგომ ვიტყვით, ანუ მარტივი გასაგები იქნება, როგორც შეგვიძლია ტელეფონის ნომერიც გამოვთვალოთ ჩვენთან თავსებადობაში, ბედის ციფრთან მიმართებაში. თუმცა მარტივი შერჩევით უმჯობესი იქნება თუ 0 არ იქნება და ტელეფონი არ ინერვეულ. და ტელეფონის ნომერი იქნება მზარდი ციფრებით. თუმცა უმჯობესია. მზარდი ციფრები ბოლოთან მიმართებაშიც არის, ვთქვათ, კარგი და სასურველი. ეს მზარდი ციფრი ვიცი რომ ზოგადად ნუმეროლოგები ძალიან წყალობთ. ანუ სიტყვაზე არა 91, არამედ უმჯობესია 19, ხო? კი. ხო, მაგრამ ნინა, მაბატია, სარახან ტელეფონის ნომრებზე საუბრობთ, მე ვფიქრობ, რომ უმრავლესობა ადამიანების ტელეფონის ნომერს არჩევს იმიდან გამომდინარე, რომ იყოს მარტივი და სამახსოვრებელი. სავარაუდოდ. ნუ ყოველ შემთხვევაში მე ასე ვფიქრობ და რა თქმა უნდა, იცით როგორ არის? ამაზიც ალბათ. ტელეფონის ნომერს მაინც ვიტყვი, რომ არ აქვს იმდენად დიდი გავლენა ჩვენზე, ამ შემთხვევაში, რომ აი მაინც და მაინც თუ 0 აქვს, აუცილებლად უნდა შევცვალოთ, ან თუ ბოლოში კლებადი ციფრი აუცილებლად უნდა შევცვალოთ. უბრალოდ ეს არის რეკომენდაცია, რომლის გათვალისწინებაც შევძლოთ, უმჯობესია, სასურველია, მაგრამ არა აუცილებელია. აი არის რაღაც, რაც პირობითად არ არის კარგი რომ იყოს. ეს არის სასურველი და არა აუცილებელი ქმედება, ასე ვთქვათ. კარგი, ნუმეროლოგია და ავტომობილის სერია. ამას კავშირია ერთმანეთთან და როგორ უნდა გამოვითვალოთ უკვე ჩვენთვის, ვთქვათ, დადებითი ენერგიის მომტანი რიცხვი. ხო, აი აქ უკვე შემიძლია ვთქვა, რომ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. იმიტომ რომ ჩვენ ყოველდღე გადავაადგილდებით ავტომობილით და ძალიან ბევრ რაღაცაზე ახდენს ეკავლენს, თუნდაც მაგალითად რაიმე შემთხვევაზე, ავტოსაგზაო შემთხვევას გულისხმობ. ან იმაზე რამდენად წარმატებული იქნება ეს ავტომობილი შენთვის, რამდენად მოგერგება, რამდენად კომფორტ შეგიქმნის, ან პირიქით შეიძლება რომ პირობითად ყოველდღე გიფუჭდებოდეს, ან საერთოდ არანაირი პრობლემა არ შექმნას. ამ შემთხვევაში როგორც იგივენაირად ჩვენ გვაქვს დაბადების თარიღი და გვაძლევს ინფორმაციას, ეს არის მოდი ასე ვთქვათ ავტომობილის საიდენტიფიკაციო ნომერი, ხო, რომელიც მას აძლევს ინფორმაციას როგორია. და შემდგომ უკვე როგორ გვერგება ჩვენ. ამ შემთხვევაში დაგვჭირდება ბედის ციფრი, ბედის ციფრის გამოცვლა გვაქვს ახსნილი, აი ამ შემთხვევაში ნახეთ როგორ არის და ვიღებთ დაბადების თარიღს და ვუმატებთ ერთნიშნად ციფრებით, ხო? მოდი ახლა გამარკვიაც ერთი წუთი. ან შეს გაუგრებულ სახესაც ხედავ და ანუ ნახე, მეც ვიზნობ რომ ჯერ ბოლომდე ვერ მივხვდი. მოდი ჯერ ავიღოთ ბედის ციფრი. ეს სიტყვაზე 21.03.1999 ჩვენი დაბადების რიცხვი, დღე და წელი. კი. ორი რატო წერია აი აქ პირველ რიგში ეს განმიმარტებ. ერთი წამით ახლა მოდი მშვიდად წნარად ავიღოთ. 21.03.1995 არის დაბადების თარიღი. ნუ დავიღოთ ერთნიშნად ციფრები, ანუ 2 2 1 2-ს მიუმატეთ 1 2-ს მიუმატეთ 1 მიუმატეთ 3 0-ს აღარ უმატებთ პლუს 1 1 შემდეგ 9 და 5. ანუ ესე იგი შეიძლება ითქვას რომ ჩვენი დაბადების სამ მონაცემებს შლით. კი. მივიღეთ 30. მივიღეთ 30. მაგრამ 30-ს ვერ დავტოვებთ. შესაბამისად ესეც უნდა დავიყვანოთ ერთნიშნად ციფრამდე. 3-ს უმატებთ 0-ს, 0 ამ შემთხვევაში არაფერს არ წარმოადგენს და მივიღებთ 3-იანი. ანუ ამ შემთხვევაში არის 30 და გასაგებია რომ 3 რჩება ერთნიშნად რიცხვი, მაგრამ სიტყვაზე თუ აქ მივიღებდით 32, 3-ს ვუმატებთ 2-ს და მივიღებთ 5-ს. დავიყვანეთ ერთნიშნად ციფრამდე. ეს არის ციფრის გამოცვლა გამოვახდინეთ. 3-იანი არის ბედის ციფრი ამ შემთხვევაში.
იმ ვიღაც კონკრეტული ადამიანს. იგივე პრინციპით შეუძლია რომ ნებისმიერმა ადამიანმა გამოთვალოს საკუთარი ბედის ციფრი, ანუ მარტივად არის წარმოდგენილი ერთნიშნად ციფრებით მივუმატებთ და მივიღებთ საბოლოო ციფრს. უნდა დავიყვანოთ ერთნიშნამდე, ან 1-დან 9-ის ჩათვლით. ახლა თუ დავბრუნდებით ამ შემთხვევაში ისევ მანქანის ნომრის შერჩევასთან, ანუ ალფავიტთან. დაგვაბრუნეთ, თუ შეიძლება. მანქანის მანქანას აქვს როგორც ციფრები, ასევე ასოები. ხო სწორია, შესაბამისად ჩვენ გვჭირდება როგორც ციფრების გამოთვლა, ასევე ასოებსაც უნდა მივანიჭოთ თავისი მნიშვნელობა. მანქანის ნომერში ასოები არის ლათინურად გამოყენებული, შესაბამისად მის ვიღებთ ციფრებს, რომლებიც მათ შეესაბამება. აი ამ შემთხვევაში აქ არის წარმოდგენილი და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია აიღოს და გამოთვალოს თავისი ავტომობილის ნომერი, როგორ აი პირობითად ას შეესაბამება ერთიანი, ისევე როგორც ჯეის შეესაბამება. კი, ნომრად. ის ციფრები, რომლებიც ავტომობილში არის, აი პირობითად 1 2 3 ანალოგიურად ემატება. ანუ ვიყენებთ 4-ვე ასოს და იმ სამ ციფრს, რომელიც შუაში იმყოფება. ან ამ შემთხვევაში თუ პირობითად ვინმეს სხვანაირი ნომერი აქვს, არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ასოს შედის, ან ციფრიც ან რამდენიც არ უნდა იყოს, ეს უნდა დაჯამდეს. ჩემი მანქანის რიცხვები დავითვალოთ? შეგვიძლია უფრო სწორად. კარგი, NNOO 257. აი ხო როგორ გამოვიყოთ? ხო? N ხო არის 5. 5 უმატებთ 5-ს, მივიღეთ 10. შემდგომ არის OO, ეს არის 12. ხო? 22 ჯამში. 22. ეს არის 22, რომ დავიყვანოთ ერთნიშნამდე 22, ხო? კი ბატონო, 22 მივიღეთ საბოლოო ჯამში. 22 მივიღეთ საბოლოო. და ციფრები კიდე რომელი ციფრები აქვს? 257. 257. უნდა მივუმატოთ ორიანი. 7 14 გამოდის საბოლოო 14, ესეც 5, 10, 1 მიიღება. ამას ახლა ვუმატებთ, თუ გვაქვს ნაჩვენები ბედის ციფრი და მანქანის ნომერი, უნდა დავაჯამოთ ბოლოს, რომ ნახოთ ჩვენთან თავსებადობაში როგორ მოდის. ესე იგი, მანქანის სერია მივიყვანეთ ბოლო ნიშნამდე, დავიყვანეთ ერთ ნიშნამდე, კი. ნიშნამდე და შემდეგ უკვე ჩვენი ერთ ნიშნამდე დაყვანილი ბედის ციფრი უნდა დავაჯამოთ ესე. კი. კარგი, აი რო დავაჯამებთ მე რა. ახლა რო დავაჯამებთ. ამ შემთხვევაში ჩვენ ხო ვიცით რომ 1-დან 9-მდე დაგვყავს. აი მანქანის ნომერი როცა ხდება, მანქანის ნომერი ცალკე ვაჯამებთ, ისევე როგორც ჩვენს ბედის ციფრს ერთნიშნად ციფრამდე დაგვყავს ორივე. თუმცა შემდგომ შეკრებით აღარ ვკრებთ მანესთან. აღარ ვკრებთ. ამ შემთხვევაში პირობითად თუ გამოვიდა 12, განვიხილავთ 12-ს, თუ გამოვიდა 13, განვიხილავთ 13-ს, თუ გამოვიდა 14, განვიხილავთ 14-ს და ასე შემდეგ. ნუ გამოდის მაქსიმალური რიცხვი რაც იქნება 18 გამოვა, ხო? შემთხვევაში. შეგვიძლია თქვა პოზიტიური და ნეგატიური მარტივად, ან რომელი უმჯობესია რომ გამოვიდეს და რომელი არ არის სასურველი რომ გამოვიდეს. იმ შემთხვევაში თუ გამოდის, მაშინ დავიწყოთ მათი განხილვა, რომელი არის უმჯობესი, მაშინ როდესაც ვსაუბრობთ ავტომობილებზე. იმ შემთხვევაში თუ გამოგვდის 7 ძალიან ცადინეთ კარგად ლაშა. ხო, მე მესმის რომ ცოტა რთულია, შეიძლება, იმიტომ რომ ბევრი ინფორმაცია არის, თუმცა შეგვიძლია მაინც მარტივად გამოვიყენოთ, აქაც არის წარმოდგენილი ციფრების მნიშვნელობა, ისედაც ვიცით და დავაჯამებთ ერთნიშნად ციფრამდე, გამოვიყენებთ და შემდგომ უკვე იმით ვიხამძღვანელებთ. კარგი არის იმ შემთხვევაში თუ გამოდის საბოლოო ციფრი, ანუ ბედის ციფრს პლუს მანქანის ნომრის საბოლოო ციფრი 7, კარგი ასევე 6 თუ გამოდის, შესაძლებელია ასევე 12-იც არ არის ნეგატიური, შეგვიძლია ასევე აღვიქვათ 15-იც არ არის ცუდი, იმ შემთხვევაში სიფრთხილე გვმართებს, იმ შემთხვევაში თუ გამოდის 13, იმ შემთხვევაში თუ გამოდის 16 და დიდად არ არის სასურველი თუ გამოდის 18. ამ შემთხვევაში როგორ მოქმედებს? აი, თუ გამოდის 16 არის ხშირად იმის ალბათობა, რომ ხშირი ავტოსაგზაო შემთხვევა შეექმნას, ან რაღაც პრობლემა შეექმნას, თუნდაც ავტომობილს, მაგალითად, მალე ფუჭდებოდეს. უმჯობესია რომ პირობითად თუ ამის შესაძლებლობა არის ნომერი შევცვალოთ. თუ 7 გამოდის, იდეალურია, იმიტომ რომ ძირითად შემთხვევაში 7-იანი და 1-იანი ყველაზე კარგად ასოცირდება ზოგადად ავტომანქანასთან და მოძრაობასთან. ამიტომ 7-იანი ვისაც გამოსდის, შეუძლია რომ ბედნიერი იყოს, ისედაც ნომრებში ვისაც 7-იანები ან 1-იანები აქვს, ძალიან კარგია, იმიტომ რომ ძალიან კარგად მოქმედებს თვითონ მოძრაობაზე, გადაადგილებაზე და უფრო მეტ კომფორტს უქმნის. ასე ვთქვათ. ავტომობილის ნომრები მჭირდება. მე ვაღიარებ რომ ნომერი უნდა გამოვიცვალო. ვაღიარებ რომ დღევანდელ გაკვეთილში ორიანი მივიღე. მართლა და ერთ კიდე რასაც ვაღიარებ და გპირდებით, არასოდეს ჩემ მანქანის ნომერს არ დავაწერთ ჩემ სახელს, ეს რო იცი, ხო იცი? არა, ამას მეც არასდროს გავაკეთე. ეგ კარგი დაპირება. ბევრი წელია, მაგრამ ახლა ბევრი ადამიანია, ვისაც მოსწონს. ასოებით შესაძლებელია თუ აქ, თუმცა ბევრია, ვისაც მოწონს და იგივე პრინციპით ითვლება ანალოგიური ნომერიც, ან თითოეულ ასოს ხო შეესაბამება თავის კონკრეტული ციფრი და შესაბამისად იგივე პრინციპით გამოვიყვეთ. მადლობა, უნდა ვიმეცადინო ამაში და მე მესმის გამოვასწორებ ნიშანს. გავიდეთ რეკლამაზე.